აჭარის აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელი ვარ. ბათუმის მერის მოადგილეს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური სფერო მაბარია. ვერასოდეს ვერ ვიქნები პოლიტიკურად მიკერძოებული, როდესაც საქმე ეხება ადამიანის ჯანმრთელობას და მის კეთილდღეობას. მიუხედავად იმისა, რომ მთელი მსოფლიო თანხმდება, ქალები გადაწყვეტილების მიღებისას უფრო მეტს ფიქრობენ, ცდილობენ ბალანსის დაცვას, ღრმად ჩადიან პრობლემაში და სხვადასხვა რაკურსით უყურებენ ერთ საკითხს. მათ უფრო უჭირთ პოლიტიკაში მოსვლა, ფიქრობ, რომ პრობლემაში ჩაღრმავების უნარი არის ის, რაც ქალებს უშლით ხელს პოლიტიკასა თუ საჯარო სამსახურში მოსვლის პროცესში. მიფიქრია დავუშვათ პარტიამ წამოაყენა ჩემი კანდიდატურა. მე ალბათ გამიჭირდება გადაწყვეტილების მიღება, იმიტომ რომ იმდენი პრობლემა, იმდენი ნიუანსი არის გასათვალისწინებელი ბათუმში, რომ ალბათ მე ვერ შევძლებდი ამ პოზიციის დაკავებას. ქალები უფრო მომთხოვნი არიან საკუთარი თავის მიმართ, რაც ალბათ ჩვენი პატრიარქალური კულტურით არის განპირობებული. და ამასთანავე ისიც უნდა ითქვას, რომ საზოგადოებაც უფრო მეტ ძალისხმევას სთხოვს ქალებს ვიდრე მამაკაცებს. თუმცა ბევრი თამამი ქალის დამსახურებაა, რომ უფრო და უფრო მეტად იშლება ზღვარი ქალისა და მამაკაცის სფეროებს შორის. ჩვენ უფრო ნელ-ნელა, უფრო მეტ ქალს ვხედავთ საჯარო სამსახურში, პოლიტიკაში და ასევე ისეთ პროფესიებში, სადაც ადრე მამაკაცები დომინირებდნენ. ზოგადად ამომრჩეველი ქალებიც უფრო მეტად ენდობიან პოლიტიკოს და საჯარო მოხელე ქალებს, უფრო გახსნილად ყვებიან თავიანთი გამოწვევების შესახებ, თავადაც გვთავაზობენ გამოსავალს და უფრო მეტი ნდობა აქვთ ქალი პოლიტიკოსების მიმართ. აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ ამომრჩევლის მოთხოვნაც არის უფრო მეტი ქალი პოლიტიკაში. ჩემი ნება რომ იყოს, მე ყველგან ქალს დავაყენებდი.